შემთხვევაში შეიძლება ადამიანს დაუძახო გოიმი? როგორც ვიცი, ებრაულ ენაზე მართალი ხარ, ვიცი, რითი თქვა წინდა. როცა ადამიანი ებრაელი არა, გოიმი, მაგენ წარმოიშვა გოიმის. მაგრამ როგორც ებრაულ ენაშია მქონი, იმას ნიშნავს, ქვეყანას ნიშნავს. გოიმი? არ გოიმი არა. ვიცი, გოი არის ებრაელები იძახიან იმაზე გოიზე, რომ ვინც ებრაელი არა, ხო, მაგენ წარმოიშვა სიტყვა გოიმი. ხო. მაგრამ ჩვენ ყველა გოიმი ვართ ახლა, რადგან ებრაელები არა ვართ. ებრაელების და თქვენი აზრით, ვის შეიძლება დაუძახო გოიმი? ვის დაუძახებდი გოიმს? აი ვინილ შოპში თუ არ გამომყვა ადამიანი, მაგას დაუძახებდი გოიმს. სად არ გამო? ვინილ შოპში. იმას დაუძახებდი გიტარის მაღაზინა რომ გამოგოგდეს იმას. მე დაუძახებდი ის ადამიანს გოიმს, ვინც ვერ უკრავს 800-მიან გიტარაზე. მე დაუძახებდი იმ ადამიანს, ვინც დრამებზე ვერ უკრავს. მე დაუძახებდი ადამიანს, ვინც იბრალებს, რომ დრამებზე უკრავს, მაგრამ ვერ უკრავს. მე დაუძახებდი იმ ადამიანს, რომელსაც მელოდიის გზნობა არ აქვს. რითმის გზნობა არ აქვს? მაქვს. არა, გაქვს, ჯენიუნი არა გაქვს. შენ არ გაქვს მელოდიის გზნობა. ია, თავი მოიკალიბა. სამიანი მახსოვრო. თავი მოიკალიბა, გძელით მოექს. აი ერთმანეთზე რო სხვას ვის დაუძახებდით გოიმი? აი მოჭერა ადამიანს რა. ამას დაუძახებდი ბრო. ჩემთან თავი მოიკალიბო, არ ერთმანეთს არაო ბრო.